გვერდება ჩვენი კოლეგა, ჯერ კიდევ ჩვენი კოლეგა ნანუკა ჟორჟოლიანი, მე მას ვთხოვ სტუდიაში. ნანუკა, ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებ გადაცემაში მონაწილეობას. როგორ ხარ? კარგად თავად. არა მოგესალმება. მადლობა. ეგ სახიფათო ადგილია. როგორ ხარ პირველ რიგში? დღევანდელმა პოლიცსაბჭოს ხდომამ ნაციონალურ მოძრაობაში, რომელიც როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ დაძაბული კამათის ფონზეც მიმდინარეობდა, მე პირადად გამიმყარა ეჭვი, რომ ეს არის სწორედ პროცესი, რომელიც უნდა დასრულდეს შენი თავმჯდომარეობით, რა სიტყვი მიდის თუ არა მზადება სააკაშვილის პარტიაში სწორედ შენს ასარჩევად. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს, ის რომ ცხარე კამათი მიდიოდა, ესე იგი ადასტურებს იმას, რომ ამ პარტიაში ერთი ხმა არ არის და ამ პარტიაში ყველა ერთს არ საუბრობს, ეს ნიშნავს იმას, რომ ესე იგი ეს არის პარტია, სადაც განსხვავებული მოსაზრებები არსებობს და ეს ლოგიკურია, ეს ადასტურებს იმას, რომ ეს პარტია ცოცხალია. ეს ადასტურებს იმას, რომ ეს პარტია კიდევ უფრო მეტად გამოცოცხლდა, ვიდრე იყო გუშინ. ეს ადასტურებს იმას, რომ ამ პარტიაში ყველას აქვს უფლება დააფიქსიროს ნებისმიერი მოსაზრება და შესაბამისად ეს არის ყველაზე ჯანსაღი და სწორი პროცესი, რაც ახლა მიდის პარტიაში. მე როგორც ვიცი, იყო საკმაოდ სწორი შეკითხვები დასმული პოლიტსაბჭოს წევრების მხრიდან, მათ შორის ერთ-ერთი შეკითხვა იყო ამდენი ხნის განმავლობაში, რატომ არავინ შეხვდა მათ, თქვენ არ ვიცით. არავინ თქვენგან? არა, მე არ მეხება ეს, თქვენ არ ვიცით თუ არა, ბოლო ასეთი შეხვედრა, მაგალითად, ბოლო ყრილობა პარტიას ჰქონდა 2 წლის წინ. 2 წელია პარტიას ყრილობა არ ქონია, 2 წელია პარტიას არ ქონია ისეთი მჭიდრო კავშირი ამ ადამიანებთან, რომ უბრალოდ ამბავი მოეყოლათ, ცვლილებები დაეორგანიზებინათ, ზოგადად დღის წესრიგი შეედგინათ. თან ჩვენ საუბრობთ ნაციონალურ მოძრაობაზე და თან საუბრობთ რეგიონალურ სტრუქტურებზე. რაზეც დგას ნაციონალური მოძრაობა? მე მესმის ამ ბოლო დროს რაღაცა ბევრი მოსაზრებაა და რჩევები ჩემს მიმართ, რომ აი რატო რეგიონიდან და თბილისიდან არ იწყებ? თბილისში ხომ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს ნაციონალური მოძრაობა, არასოდეს ძალიან ძლიერი. თბილისში არ ყოფილა, ყოველთვის ჰქონდა რაღაცა გარკვეული ტიპის რყევები, ხან უფრო ძლიერი იყო, ხან უფრო ნაკლებად, მაგრამ თუ არ ჩავთვლით 2003 წლამდე საქართველოს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის მთავარი ძალა არის რეგიონი და შესაბამისად პოლიცსაბჭო რომ გაქვს, რომელსაც რეგიონალური წარმომადგენლები ჰყავს და შენ მათ არ ხვდები დღის წესრიგს, არ გადიხარ, არაფერს ეკითხები, ან რეგიონში არ ჩადიხარ, ან მოსახლეობას არ ხვდები, ან არ გაქვს მასთან მუდმივი კომუნიკაცია ამ ხალხთან, ლეგიტიმური იყო ყველა შეკითხვა, რომლებიც ამ ადამიანებმა შენ თქვი მხოლობითში შენ მათ არ ხვდები, ანუ ვიზი იყო. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ ვისთან იყო ეს პრეტენზია? ყველასთან, ვინც წარმოადგენდა მაშინ აღმასრულებელ ხელისუფლებას. მე მგონია, რომ თუ ჩემს გადაცემას თუ კარგი რეიტინგი აქვს, ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის. ეს არის გუნდის დამსახურება, რომელსაც წარმოადგენს. თუ ტელეკომპანია პირველი არის წარმატებული, ეს არ არის, არის მხოლოდ ინკას ყველას. მე ვფიქრობ, რომ თუ რაღაც არ გამოდის და ყველას ბრალია და ყველას წვლილია ამაში შეტანილი. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ჩემთვის მნიშვნელოვანი ამ თემასთან საუბარი, ეს 6 თვე დამატებით არ არის იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა ვინმე არ განიხილა. იყო დღეს შენს კანდიდატურაზე საუბარი პოლიცსაბჭოს ბუნებრივია იყო დასმული შეკითხვა, ბუნებრივია იყო დასმული შეკითხვა ყრილობასთან დაკავშირებით. კამათი იყო შენი კანდიდატურის ირგვლივ, შენ რა ინფორმაცია? როგორც მე ვიცი, მსგავსი არაფერი არ ყოფილა, მე სპეციალურად ეს განწყობები მოვიკითხე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პოლიცსაბჭოს განწყობები, რადგან ჩემი მთავარი განაცხადი არის ის, რომ რეგიონები უნდა იყოს მთავარი დღის წესრიგის შემდგენი, პოლიცსაბჭოს განწყობები ჩემთვის არის მნიშვნელოვანი. მე რომ გასაგებია, რომ ეს სხვა ფორმატის და აქვე თუ შეიძლება გადავალ, მაგრამ მე მაქვს უკაცრავად სანამ გადახვალ და შენს გეგმებთან დაკავშირებით დაასრულე და მე და შესაბამისად ჩემთან დაკავშირებით როგორც მე ვიცი კითხვები არ იყო დასმული, იყო სხვა კითხვები და ლეგიტიმური აბსოლუტურად და მისაღები და რაც შეეხება საკითხის ასე დაყენება, ეს 6 თვე არის ნანუკას მიერ მოთხოვნილი 6 თვე. აი აქ გავჩერდეთ და გავშალოთ მე ამ 6 თვეზე საუბარი. ანუ თუ არ ემზადები პარტიის თავმჯდომარეობისთვის, მაშ ნანუკას მიერ მოთხოვნილი 6 თვე რატომ უნდა გაითვალისწინოს პარტიის პოლიცსაბჭომ? ეს ერთი. და მეორე, თუ შენ პარტიისგან დამოუკიდებელ, როგორც ქვია, რეფორმების საბჭოზე გაქვს მხოლოდ მიმართული ინტერესი, მაშ რატომ მოიკითხე რა ხდებოდა დღეს პოლიცსაბჭოს ხდომაზე? თუ შენ პარტიასთან არ ხარ არანაირ კავშირში, თუ არ ფიქრობ, რომ გახდე ამ პარტიის თავმჯდომარე, რატომ მოიკითხე? მე არასოდეს არ მithქვამს, რომ მე არ ვფიქრობ, რომ გავხდე ამ პარტიის თავმჯდომარე. მე ვთქვი, რომ მე ვფიქრობ ამ პარტიის თავმჯდომარეობაზე, მაქვს ჩემი პირობები
და მე ეს პირობები შენს ეთერში საჯაროდ განვიხადე და მისი მთავარი პირობა ჩემი არის რომ მიხეილ სააკაშვილი ცხადი გახდეს მისი პოლიტიკური ინტერესი ამ ქვეყანასთან დაკავშირებით მან აირჩიოს მთავარი ველი მისი რომ არის ეს ქვეყანა და ბოლო სასამართლო პროცესი და მისი განცხადება რომელიც ვიღაცებისთვის ქილიკის მიზეზი გახდა თუმცა მე ზოგადად ავატართან დაკავშირებით არა ავატართან დაკავშირებით არა როდესაც საიქ თქვა რომ როდესაც ის გამოვა პირდაპირ აქვს მოკლედ თავისი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით რომ შეიძლება პირდაპირ ხელისუფლებას წარმოადგენდეს და მე ზოგადად მიყვარს ინგეიჯმენტები მიუხედავად იმისა რომ არსებობენ ადამიანები რომლებიც ფიქრობენ რომ პოლიტიკურ დღესდღეში ინგეიჯმენტს მნიშვნელობა არ აქვს მე მგონია რომ აქვს ინგეიჯმენტს მნიშვნელობა და თან ამის თვლა უნდა ვიცოდეთ ტროლების ამოცნობა თუ ასე შემდეგ მე არ მჯერა რომ ტროლების ქარხანა ქართულმა ოცნებამ დაალაშქრა იმის საჩვენებლად რომ უმრავლესობას მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება ძალიან მოეწონა და მისაღები აღმოჩნდა მათ შორის მის პოლიტიკურ ოპონენტებსაც მე მათთან საუბარი მქონდა უბრალოდ არ იქნება სწორი პირადი დიალოგი გავასაჯაროო ახლა მათი სახელები და გვარები და მითხრეს რომ ყველაზე სწორი სვლა მიშას მხრიდან არის საჯარო განაცხადი იმასთან დაკავშირებით რომ მან გააკეთოს არჩევანი ის ქართულ პოლიტიკურ დღესწესრიგში არის თუ არა მთავარი მოთამაშე იმიტომ რომ ეს გაამარტივებს ყველა პოლიტიკური გუნდისთვის თამაშის წესს ჯერ არ მიგიღია ამ თემაზე მიშასგან პასუხი გეკითხები იმიტომ რომ შენ საუბრობდი რომ გჭირდება რამდენიმე თვე დაახლოებით 6 თვე მაშინ თქვი ჩვენთან ინტერვიუში და მე მივიღებ გადაწყვეტილებას ვიყრი თუ არა პარტიის თავმჯდომარედ კენს. ჯერ არ მიგიღია სააკაშვილისგან პასუხი. ნახეთ, მე უკვე მივიღე მიშასგან სიგნალი. მიშა რას მომწერს წერილში ეს არის ერთი საკითხი. მაგრამ მეორეა მიშა რას გააკეთებს საჯაროდ. და შესაბამისად მე უკვე მივიღე ცხადი სიგნალი მისგან რომ ის ემზადება, იმიტომ რომ ამდენი ხნის განმავლობაში მისი პოლიტიკური განცხადებები იყო აბსოლუტურად სხვა შინაარსის და მაინც იყო გვერდითა მყოფი პოზიციიდან, კეთილის მსურველიდან, თანამებრძოლიდან, მაგრამ ეს იყო ჩემთვის ძალიან ცხადი სიგნალი, ბოლო განცხადება მისისად მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა მისი შემდეგი სვლა გაამყარებს მის ამ განცხადებას. მე ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან მინდა რომ ასე იყოს, იმიტომ რომ მე მგონია რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მისი პოლიტიკური ოპონენტებისთვისაც კი, მე მის შემთხვევაში მის პოლიტიკურ ოპონენტებში ოპოზიციურ ფლანგს გულისხმობ და არავითარ შემთხვევაში ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას, იქნება ძალიან გაამარტივებს თამაშის წესებს. როგორ? მიშა თუ იტყვის რომ ის პოლიტიკაში შემოდის, ძალიან მარტივია. ანუ, როდესაც ის პოლიტიკური მთავარი სუბიექტი ხდება ნაციონალური მოძრაობის და ამბობს რომ მე ვარ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრი ეს დააფრთხობს ძალიან ბევრ პოლიტიკურ პარტიას იმისთვის რომ რაიმე ტიპის ალიანსში, რაიმე ტიპის კოალიციაში აღმოჩნდეს ნაციონალურ მოძრაობასთან. თუ კი თქვენი განაცხადი იქნება რომ აი სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, ნაციონალური მოძრაობის. ნაციონალური მოძრაობის მაგრამ როგორც მიშამ თქვა რომ ის დაბრუნდეს ხელისუფლებაში შესაძლოა აი ამ გზავნილმა სწორედ ბევრ კი არა თითქმის ყველა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიას გადააფიქრებინოს რაიმე ტიპის ალიანსი ნაციონალურ მოძრაობას. არა მგონია არა მგონია ალიანსი გადაწყვეტილებას იღებდეს განცხადებებით ალიანსი უნდა იყოს პოლიტიკურად ეფექტური მოთამაშე უნდა გახდეს ველზე. ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურად ეფექტური გახდება ველზე იმ შემთხვევაში თუ ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და სიცხადე შეიტანს პოლიტიკურ დღესწესრიგში. სიცხადე არის რომ ამ პარტიის ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი. სიცხადე არის რომ ეფექტურობაც შექმნის არ ვიცი გამოცდილებაც, შესაძლებლობაც არის მოგონილი ლიდერები, რომლებთან დაკავშირებითაც საბოლოო კოჰაბიტაცია მაინც არ დგება, არ იყო ეფექტური დღესდღეობის შემდგენი. ამიტომ მე მგონია რომ ახლა ჩვენ უნდა ხო, ნუ ბუნებრივია ახლა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი. რაც არ უნდა ჩვენ ვისაუბროთ სხვა თავმჯდომარეებზე, რაღაც დემოკრატიაზე, შიდა პარტიულ ამ პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი არის სააკაშვილი. მე სხვა რა ვიგულისხმე, მისი ფაქტორი მეთქი ხელშეუშლის სამომავლოდ რაიმე ტიპის კოალიციას ალიანს ხვებთან. არც იმ პერიოდში და არც იმ დროის მონაკვეთში, როდესაც ის ამბობდა რომ უკრაინის გულშემატკივარი უფრო იყო, რომ რაზეც მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს არაპოზიტიური სხვათა შორის, აქვე უნდა განვაცხადო, ეს არ არის ის განცხადებები, რომელიც მე მომწონს. მე მომწონს მიშას ის განცხადებები, როდესაც ის ამბობს რომ არის ქართველი, იბრძოლებს მისი პარტიისთვის და იბრძოლებს ამ ქვეყანაში ამ რეალობის შეცვლისთვის. მე ასეთი მიშა მინდა ვნახო და მე მომწონს, როდესაც ამ ფორმაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს უყურებ, მაგრამ მეორე და მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მიშასგან ბუას არ ქმნიდნენ. ამდენი ხნის განმავლობაში ყველას ნაც არ გეძახიან თქვენ და ყველას, მათ შორის ადამიანებს, რომელსაც ხმაც კი არ მიგიციათ ამ პარტიისთვის. რა უშლის ხელს ქართულ ოცნებას, რომ ყველა ერთქვაფში მოხარშოს? ანუ მე მეუნებით და მთავაზობთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ტყვეობაში, რას იტყვის ჩვენზე პროპაგანდა და მე გეუბნებით, რომ პირიქით პროპაგანდა არა, სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც ანუ რაღაცა იყო კომპლექსი და პრობლემა. იქნება ეს გახარია თუ ლელო აქამდე
არჩევა. არა მხოლოდ, არა, მე ამ შემთხვევაში ალიანსში შემავალი სხვა პარტიები. მე სხვა პარტიებს იქ მე ძირითად მოთამაშეებს ვამბობ, ვინც დათვალა საკუთარი ხმა, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. მე ვსაუბრობ ახლა აქ საქმიანად. ვინც არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს და რომლებმაც მნიშვნელოვანი ციფრი, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღეს მაგალითად 4-იანი იყო. 4-იანზე მივალე. აი 4-იანი რომელიც სწორედ მიშას ფაქტორის გამო გამოეყო ნაციონალური. არა, 4-იან შემოვიტოვებ, მიშას ფაქტორის გამო არა, იქ შეიძლება ერთი კონფლიქტური რგოლი არსებობდა, რომელზეც მე საუბარი ამბობ, რომ ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ნეგატიურ ასპექტში ოპოზიციურ არც ერთ პარტიას აღარ მოვიხსენებ, თუმცა არა, მე მახსოვს კამპანიის დროს ნიკა გვარამიას განცხადებები და იყო აბსოლუტურად სხვაგვარი, იყო მიშას მისალმებების სცენიდან და ნეგატიურ ხო, მაგრამ მე ამას ძალიან მწვავე დაფასებდა სააკაშვილის და პარტიას. მე გასაგებია, მაგრამ მე მინდა უბრალოდ იყენებდენო ჩვენს სახელს ეს სხვა არის, ეს არის მე ინგა, მაგრამ ჩვენ რადგან შენ გააკეთე განცხადება, რომ წავიდნენ მიშასთან უსიამოვნების გამო, ეს ასე არისო, იქ იყო ერთი რგოლი, რომელიც მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და მინდა რომ ამას ასე ვხედავდი, რომ ეგ რგოლის უნდა დაალაგდეს და ზოგადად იდეაში ჩვენ ერთმანეთთან საუბრის ენა უნდა შევცვალოთ. კარგი, ნანუკა, მე უნდა გკითხო აუცილებლად ამ რეფორმების ნაწილი მინდა რომ დავასრულო და ეს მინდა რომ მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ ყველამ. ახლა ნაციონალური მოძრაობისთვის და მიშა სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანი არის რომ ნაციონალური მოძრაობა გახდეს ეფექტური პარტია და სიმძიმის ძალა გაძლიერდეს მის მხარეს. და მე დამიჯერე, თუ სიმძიმის ძალა გაქვს, თუ ეფექტური ხარ და თუ შენ ძალას ასხივებ და ასხივებ მოსახლეობის მხარდაჭერას, მე დამიჯერეთ რომ ნებისმიერი ალიანსისთვის მნიშვნელობა არ აქვს გაცხადებულ ლიდერს იქნები მისაღები პარტნიორის. აი ამ 6 თვეზე უნდა კითხო და რეფორმების საბჭოზე, მაგრამ მანამდე რადგან მოიკითხე დღევანდელი პოლიცსაბჭოს ხდომის დეტალები, ხომ არ იცი კი არა. ეხლა ზუსტად ფორმულირებას მოვახდენ, შევეცდები. შენი აზრი, თინა ბოკუჩავა, იმიტომ არ ესწრებოდა პოლიცსაბჭოს ხდომას, რომ ის რეგიონში იყო და უბრალოდ ვერ ჩამოვიდა, თუ ეს იყო მისგან პირდაპირი განაცხადი, რომ ის ჩაეხსნა პარტიას, რომელსაც მისმა დამფუძნებელმა ღიად შესთავაზა შენი კანდიდატურა ახალი თავმჯდომარის. მე როგორც ვიცი, თინა არ ჩაეხსნა პარტიას და მე ვარ დარწმუნებული, რომ თინას ჰქონდა სერიოზული მიზეზი, რის გამოც ის დღეს არ მივიდა და მე ვარ დარწმუნებული, ეჭვიც არ მეპარობა, რომ სერიოზული მიზეზი რომ არ ქონოდა, თინა აუცილებლად იქნებოდა დღეს პოლიცსაბჭოს. ნანუკა, ძალიან ცუდი შედეგებია ჩვენა პარტიამ, რომლის, რა ვიცი, მე ასე მგონია, თუ რამე მესმის, მომავალი თავმჯდომარე ხარ შენ. მე ასე მგონია, ამას ხო გვიჩვენებს უახლოესი მომავალი. ძალიან ცუდი შედეგები მიიღო 2024 წლის არჩევნებში. აი ხა, როდესაც ჩვენ საუბრობ რაღაც ახალი სუნთქვის გახსნაზე ამ პარტიისთვის, რას ეყრდნობა შენი ეს ოპტიმიზმი? აი რეფორმების საბჭო შვენივრად ჟღერს, მაგრამ შინაარსით ეს იგივე ნაციონალური მოძრაობა. აი რას აპირებ? იგივე ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოვლათი შექმნა, შეცდომები დაუშვა, ამ შეცდომებზე ბევრი ბოდიშიც მოიხადა. ვიღაცისთვის ეს ბოდიში აღქმათი არ არის და დაჟინებით ისევ ხელახალ ბოდიშებს იხდიან და მე ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია აქ ამ დროს უნდა გაწყდეს, მაგრამ ხო ეს არის ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2003 წლის საქართველოსთან შექმნა ის მემკვიდრეობა, რომელიც დღეს გადაეცა და რომელიც ჩაიბარა ქართულმა ოცნებამ და ეს არის ის ნაციონალური მოძრაობა, რომლის მთავარმა ლიდერმა საქართველოს ისტორიაში პრეცედენტი შექმნა, რომ არჩევნები წააგო და სახლში წავიდა. ხო, ეს არის ეს ნაციონალური მოძრაობა. მეორეს მხრივ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეცდომები, რომელიც დაშვებული იყო ყველა ლიდერის მხრიდან 100-ჯერ ამ შეცდომებზე ბოდიში მოხდილი იყო. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ჩემი ოპტიმიზმი არის დაფუძნებული ჩემს სურვილებზე. მე რა შემიძლია რომ გავაკეთო და მე რა მინდა რომ იყოს. მე ჯერ არც კვლევა ჩამიტარებია, იმიტომ რომ ცოდნი ადამიანები და ექსპერტები მირჩევენ, კვლევას ახლა აზრი არ აქვს და მე მათ ვუჯერებ. იმიტომ რომ მე არც რაღაცნაირი განწყობები, მინდა რომ ამ ბაბლურ განწყობებს გავცდე. მინდა რომ შენგან კი არა, ან ჩემი სხვა მეგობრებისგან კი არ ვისმენდე მოსაზრებებს, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ყველა ერთ თემაში ვიხარშებით, არა. მინდა რომ გავიდე რეგიონში და ვესაუბრო ყველას. მე როდესაც მაჟორიტარად ვიყრიდი კენჭს, ამას ატყულს არ მაპატიებს არც ვანი, არც ხონი, არც სამტრედი, არც ყალტუბო. ადგილობრივი პარტაქტივი მჭირდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ რუქას ვაკეთებდი, რამდენ კილომეტრს გავდიოდი. და შესაბამისად, ჩემთვის ნიშნები მიეცათ, რომელი ქუჩა იყო და ამ ქუჩიდან, ანუ სწორი შემოულა მქონოდა. არასოდეს არ მივსულვარ იქ, სადაც მეტი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ცხოვრობს და რამდენი ქართული ოცნების მხარდამჭერის სახლშიც მოხვედრილვარ მიჭახუნებული ჭიხით, იმდენი გამარჯვება ჩვენ მთელ ოპოზიციურ ველს. ამ შემთხვევაში მე მაინც მგონია, რომ ჩვენ ერთი გამარჯვება უნდა გქონდეს. რას ვამბობ ამით? მე ვამბობ, რომ ჩვენ გვექნება განსხვავებული ფორმატის შემოგვიყვება. როგორი? აი შეგიძლია მითხრა? მე მინდა ორ ნაწილად გავყო. მე მინდა რომ გავყო ერთის მხრივ რეფორმები, რომელიც უკავშირდება პარტიას
და როგორ ვუყურებ ამ საკითხს და რატომ არის მნიშვნელოვანი ჩემთვის, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ და შემდეგ უკვე კამპანიით დავასრულებ, იმიტომ რომ იქ სხვა ავის მექნება და შესაბამისად მეტი დრო მინდა რომ დავიტოვო. ერთის მხრივ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რეფორმებზე და ვსაუბრობთ პარტიაზე, აქ არის მნიშვნელოვანი ერთი დეტალი. ბუნებრივია ჩემს ეს განწყობები, უკავშირი რომ სწორად ვიცოდე პარტიის მხრიდან, იგივე თუნდაც პოლის საბჭოს რა მოლოდინები აქვს, ჩემს რატომ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ რომ რეფორმების საბჭომ რაღაც ტიპის პაკეტი უნდა შექმნას, ამ ადამიანებთან ერთად უნდა ვითანმ, ჩვენ ეს პაკეტი უნდა შევთავაზოთ ამ ხალხს. შესაბამისად, მათი ჩართულობა უნდა იყოს ძალიან აქტიური და შესაბამისად, რას კითხულობენ, რა აინტერესებთ, სად ხედავენ ნაკლოვანებებს გასული გამოცდილებიდან გამომდინარე. ეს ბუნებრივია, რომ ჩვენც არის საინტერესო. აი მაგალითად, მე მგონია, რომ აი იგივე თუნდაც ჯერ პირველი ყველაზე მარტივი რისი მოგვარება შეიძლება, ეს არის ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა. მე არ მჯერა, როდესაც პარტია საკუთარ წევრს არ ელაპარაკება ხშირად, ის ეფექტური იყოს გარე ველზე, ეს ერთი. მეორე, მაგალითად, არ ვიცი, გადავადგინა, რომ იმდენი აღმასრულებელი ხელისუფლებაში, იმდენი მინისტრია ამ პარტიაში, აი მაგალითად სიტყვაზე, ამდენი ხანი პოლიტსაბჭოს სხდომა, აი ყოფილა პრეცედენტი ვერ ჩატარებულა, იმიტომ რომ kvორუმი არ შედგა. იქ არიან ადამიანები, რომლებიც პარტიიდან წასულები არიან. მე მახსოვს ერთ-ერთი ეთერი პოლიტსაბჭოში ხო, მათ შორის აი ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ამ ეტაპზე რაღაცნაირად გარიდებულები არიან პოლიტიკური ცხოვრება, ანუ პარტიიდან კი არ წავიდნენ, აქტიური პოლიტიკიდან წავიდნენ და შესაბამისად, როდესაც სხვადასხვა პარტიის ლიდერი ამ ხალხს გვარით მოიხსენიებს და მოიაზრებენ როგორც თანამებრძოლს, ეს ხალხი უბრალოდ დღეს პოლიტიკაში აღარ არიან. მე შევხვდი ერთ-ერთ მათ შორის ერთ-ერთს, არ ვიცი სწორია თუ არა, მის სახელის და გვარის დასახელება ბათუმში მქონდა ეს შეხვედრა, რომელმაც მითხრა, რომ ამ ეტაპზე ტაიმაუტი ურჩევნია, იმიტომ რომ აი ამ ეფექტურ ადამიანებთან მაქვს მცდელობა, რომ რაღაცა ინტერესი დავანახო უკან შემოbrunებით. აქ მე მინდა ეს ცოტა შიდა მოხმარების ამბავია, მაგრამ შენი ეთერი მინდა გამოვიყენო საპასუხოდ რამდენიმე ადამიანთან, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ და რაღაცა იცი როგორი მოლოდინი აქვთ, რომ აი არაფერი არ გამოვა, თუ აი ანუ ახალგაზრდა ეს ადამიანი თუ რაღაცა ძველი თაობის წარმომადგენელი, მე მესმის რომ შეიძლება ამ ბრძოლაში დაღლილები არიან, მათ შორის ამ პარტიაშიც. და მე მესმის რომ შეიძლება ანუ ობიექტურია მათი ეს დამოკიდებულება, როცა ამდენჯერ წააგე იბრძოლე, მესმის, მაგრამ მეორე საკითხია რომ არასწორია თუ შენ ეს განწყობა გვერდზე უნდა გაიწიო. ის კი არა რომ ჯერა გამარჯვების და წარმატების არხის ამ ბრძოლაში დატოვო? კი, არა, ბრძოლა კი არა, დატოვო კი არა, ხო, წახვიდე და დაისვენო. თუ დაღლილი ხარ, უნდა წახვიდე და უნდა დაისვენო, იმიტომ რომ მე მგონია რომ ბრძოლის ფრონტის გახსნის დროს მნიშვნელოვანია რა ენერგიით, რა სურვილებით და რა, ანუ თუ შენ არ გჯერა რომ ეს ბრძოლა გამარჯვებას მოიტანს და ნებისმიერი ბრძოლა, მაშინ ამ ბრძოლაში არ შენ გჯერა? მე მჯერა პირადად შენ გჯერა? მე გეტყვი სიმჯერა. რის? მე მჯერა რომ ჩვენ შევქმნით ახალ ენერგიას, სხვათა შორის ჩვენ არ ვიქნებით პირველები და აქვე მინდა ვთქვა რომ სხვა ოპოზიციის სხვა ფლანგი დადის ახლა და მათ შორის ჩვენი თანამებრძოლები, მაგალითად, ერთი საქართველო არაჩვეულებრივი მოძრაობა, დათო რომელიც ჩამოვიდა ლონდონიდან, დაბრუნდა ემიგრაციიდან, ბიჭი რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა მათ შორის პატიმრებისთვის, დადის ახალგაზრდებთან ერთად, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად რეგიონში, ისე როგორც თავისუფლების მოედანს აქვს გაშლილი რეგიონებში თავის შეხვედრები. მე მგონია რომ ჩვენ ოდნავ განსხვავებულები ვიქნებით, იმიტომ რომ ჩვენ არ ვცდილობთ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას. ჩვენ ვცდილობთ და ჩვენ ყველას ვერმით. ჩემ კამპანიაში მაგრამ ამზადებთ ფონს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად. ოღონდ ამ პოლიტიკური დღის წესრიგით მოსავალი უნდა მიიღოს ყველამ. ჩვენ ყველა მე ასე მინდა დაგანახოთ. გასაგებია რომ უფრო ძლიერი მინდა იყოს ნაციონალური მოძრაობა, მე ვიქნები არაგულწრფელი და ამიტომაც მინდა რომ მიშა იყოს გაცხადებული ლიდერი, იმიტომ რომ მე მგონია რომ ამ პარტიის სიძლიერე დგას მიშას ფაქტორის გააქტიურებაზე, მაგრამ მე მინდა რომ თუ ჩვენ რამე მოსავალი გვექნება, ნაციონალურ მოძრაობას ცალკე, თავისუფლების მოედან ცალკე და ნებისმიერ სხვას კიდევ ცალკე, მე მინდა რომ ამით ეს მოსავალი საერთო იყოს. ჩვენ არ ვამბობთ რომ მოსავალი რომ მოვა ეს მარტო ჩვენი იქნება. და რატომ ვუყურებ ასე? იმიტომ რომ მე მგონია რომ მე მაქვს შანსი ტყუილ არ მოგიყვანე მაგალითად ის სამტრედიაში იყო ხშირად ესეთ შეხვედრები, როდესაც ქართული ოცნების ამორჩევლები მეუბნებოდნენ რომ შემოდი, მე ხმას კი ვერ მოგცემ, ქართული ოცნება მიყვარს და მეუბნებოდნენ. ხო, მაგრამ იმ დღესაც გითხარი, შენ მათთან სახლში შედიოდი როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი, ვისაც ეკრანიდან უყურებდნენ და ვის პროექტებსაც ისინი აფასებდნენ. ახლა შევალ როგორც ეხა შეხვა როგორც სააკაშვილის პარტიის სავარაუდო მე ვიყავი ყოველთ, მაგრამ მე მაშინ შევდიოდი როგორც ხუთიანი მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი 5 მეწერა. დღეს მე 5
5 არ მაწერია უხლეს 6 თვის განმავლობაში ოღონდ იმიტომ კი არა რომ 5 არ მაწერიაც იმიტომ რომ ამ შემთხვევაში კანონით არ გვაქვს ამ ციფრის გამოყენების და ისედაც არ გვაქვს უფლება რომ პოლიტიკურ პარტიასთან რაღაცნაირად ესეთი იდენტიფიცირება პირდაპირ მოხდეს არ არის ეს კანონით შეზღუდული შესაძლოა ჩვენ კანონს არ დავარღვევთ მაშინ შევდიოდი მიშას პლაკატით და 5-იანით მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი კარს მიღებდნენ ჩვენ ერთად ვსვამდით ჭამდით და მეუბნებოდნენ ძალიან გულწრფელად რომ ხმას ვერ მომცემდნენ იმიტომ რომ მათი არჩევანი იყო ბიძინა ივანიშვილი რატომ ძალიან მარტივია იმიტომ რომ მე მგონია რომ მთელი ჩემი ამ პერიოდის განმავლობაში და ამდენი წლის განმავლობაში შევქმენი ერთი მარტივი მოდელი როდესაც ადამიანი მეხმიანებოდა და მეუბნებოდა რომ მის ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა შემეძლო არასოდეს არ ვეკითხებოდი პოლიტიკურ კუთვნილებას ზუსტად მაგ დღის წესრიგი შექმნა მინდა აი ახლაც ოღონდ ამ ველზე ზუსტად ამიტომაც ჩვენ კამპანიას დავარქვით მე მიყვარს საქართველო არის მთელი რიგი საკითხები რაზეც ოპოზიციური ველიც ვერ თანხმდებით მაგრამ არის რაღაც საკითხები რაზეც თანხმდებით ყველა წითლები ლურჯები ყვითლები იასამნისფერები წვანია ხო 4-იანი რო არ გამომრჩეს ყველა თანხმდები და შესაბამისად ჩვენი დღის წესრიგიც კამპანიის თავარი ლოზუნგიც ჩვენი თავარი საკითხებიც მინდა ამ კამპანიის დროს იყოს ისეთი თემები რაზეც ყველა ჩვენ თანხმდებით რომ სადაო არ იყოს არც ლოზუნგი არ იყოს რაღაცნაირად ერთ კონკრეტულ ჯგუფზე ორიენტირებული არ ჩანდეს იქ თუნდაც ეგოისტურად რაღაც ერთი ჯგუფის ინტერესი პირიქით ეს კამპანია იქნება მაქსიმალურად გაშლილი ჩვენ მივლით სოფელში და აქ არ იქნება შერჩეული სელექცია ვინ რომელი ნომერია შეიძლება როდიდან იწყებ? ჩვენ ვიწყებ 1 აგვისტოდან. მე ვიწყებ ქალებით. ხო, უკვე იწყებ. მე ვიწყებ ქალებით, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ პირველი წარდგენა გავაკეთო მათთან, იმიტომ რომ მე მგონია რომ ქალები უფრო პირდაპირები არიან, უფრო მოქნილები არიან, უფრო სხარტები არიან და მე მინდა რომ პირველი შენიშვნა, პირველი რჩევა ამ ჩემი კამპანიის ირგვლივ მივიღო ქალებიდან, სხვათა შორის ამ ჩემს მიღებაზე არ არიან მხოლოდ რაღაცა ასევე ერთი ჯგუფის წარმომადგენლები, ყველა პარტიის წარმომადგენელი იქნება, ის ადამიანები, რომლებიც არ დაიღალნენ ბრძოლის დროს, ისევე როგორც რუსთაველის გუშაგები და ის ადამიანები, რომელსაც ჩვენ ყველა ვიცნობთ, იმიტომ რომ განსხვავებული მოსაზრებებია ჩემთვის მნიშვნელოვანი, როგორ უყურებენ ამ საკითხს. შემდეგ ჩვენ წავალთ რეგიონებში. პირველი წარდგენა ამ პროექტის იქნება ანაკლიაში. იმიტომ რომ ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი და როგორ პირად ბოღმას არ უნდა გადააყოლოს. ანუ დაიწყებთ ანაკლიდან. კი, გადავიწყებთ ანაკლიდან და შემდეგ აი აქვე მინდა კიდევ ერთი დეტალიც და თუ დრო ამომეწურა დავასრულებ. რეგიონების შემოვლის დროს, მოკლედ ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენს, იმიტომ რომ შეიძლება იდეა ჩემია, მაგრამ იქ ხმათა უმრავლესობა წყვეტს იღებს გადაწყვეტილებას ესეთი ჯგუფი. ამ რეფორმების საბჭო. რეფორმების საბჭომდე ჯერ არ მისულათ. რეფორმების საბჭო იქნება მეორე ეტაპი. ეხლა ეს არის სახალხო მოძრაობა, რომ ჩვენ რეგიონში ჩავიდეთ, ადამიანებს ვკითხოთ რა უნდათ ჩვენგან. შემდეგ შევხვდეთ მათ შორის პარტაქტივსაც, შევხვდეთ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში იქნება ორად გაყოფილისგან პარტაქტივი ცალკე, მაგრამ ხალხი ცალკე. მაინტერესებს ეს ადამიანები საერთოდ ცვლილებებისთვის მზად არიან? იმიტომ რომ მე თბილისში ხანდახან განწყობა მაქვს ნიჰილიზმი რო შემომიტევს ხოლმე, რომ რაღაცა განცდა მიჩნდება 17 წლის ბავშვი სიცილის გამო რომ მოკლეს და ურდღეში რომ თემა არ არსებობდა. რაღაცნაირად იმედგაცრუება მიპყრობს, რომ საერთოდ ამ ხალხს ცვლილებები უნდა, აი რამდენჯერ დამისვამ სიცილეს შეკითხვა ჩემთვის და მე მინდა ამ ხალხთან მივიდე. და ვკითხო, ცვლილებები გინდათ და თუ გინდათ, სად გინდათ, როგორ გინდათ, რა შეხედავთ ამ ცვლილებებს. ეს იქნება ყველაზე სწორი ფორმატის კომუნიკაცია, რაც შემდეგ უკვე დაგვანახებს, რა რეფორმებზე უნდა ვისაუბროთ და მოკლედ მივიღე გადაწყვეტილება და ხმათა უმრავლესობით ეს გადაწყდა. რომ რაღაც ელექტორალური თვალსაზრისით არ შევხედე. პოლიტიკოსები წავიდნენ ხა აჭარით დაიწყებდნენ მერე სამეგრელოში. ჩვენ ესე არ მაღალმთიან რეგიონში მივდივართ ანაკლის შემდეგ, სადაც ალბათ სოფელში 2-3 ადამიანი ცხოვრობს და მცოდნი ადამიანები, ვისაც სუდად კი არ მომაბობ, არაჩვეულებრივი ხალხი, ვისაც აზრი მე ვკითხე, იმდენად მნიშვნელოვანი ხალხია ჩემთვის, ჩოთქით დამიჯდნენ ხა ეს ვირტუალური ჩოთქით, რომ მან დამდენი ხმა დამითვალეს და ვეუბნები, რომ შეეშვი თვლას, ანუ შეეშვი ამ ხალხისგან, როგორ პოლიტიკოსი თუ ხარ, თუ პარტია გაინტერესებს ვეუბნები ამ ეტაპზე ამას შეეშვი, ჩამიხსენი ჩოთქი, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ზუსტად იმ სოფელში მისვლა, სადაც ერთი ადამიანი ცხოვრობს და სადაც პოლიტიკოსი არ მისვლა, ანუ ჩემთვის ეგ არის პოლიტიკა ვეუბნები. შესაბამისად, ჩვენი დღის წესრიგი იქნება ამგვარი. არ იქნება, ამიტომ ვამბობ, ანუ როცა გულისხმობ, რომ ჩვენი იქნება სხვა, იმას კი არ გულისხმობ, რომ ამას კი არ ვაკნინებ, ან იმას კი არ ვამბობ, რომ ჩვენი უკეთესი იქნება. ჩვენი იქნება განსხვავებული, იმიტომ რომ ჩვენ ამას პოლიტიკოსები არ გვიწონებენ, გვეუბნებიან, რომ ელექტორალურად გამართლებული არ არის პარტია ესე არ უნდა იქცევდეს. ჩვენ არაფერს არ გავაკეთებთ ამ ეტაპზე. ამ ეტაპზე გვაქვს დრო, რასაც პარტიები აკეთებენ და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება განსხვავებული.
დიდი მადლობა, მადლობა თქვენ. წარმატება შენ, მე მაინც ვიტყვი სავარაუდოდ ამ 6 თვის თუ რამდენი თვეც იქნება, შემდეგ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გახდება ნანუკა ჟორჟოლია. კიდევ შეიძლება გააჩნია. გამომივიდეს. ჯერ უნდა გამომივიდეს, მარტო ის ხო არ არის, რომ მიშამეს მე უნდა გამომივიდეს და ჩემში უნდა დაინახოს, რომ ის რესურსი სწორად დაინახა თავში, როცა ჩემი კანდიდატი დააყენა და მეორედ მან უნდა თქვას, რომ პრემიერობის კანდიდატია. წარმატებას გისურვებ ნანუკა.